არ ყველა ლიფტი მსოფლიოში ნორმალური და უსაფრთხოა. ზოგი ისეთი საშიში ჩანს, რომ შიგნით შესვლისთანავე გინდა უკან დაიხიო. ზოგი პირდაპირ კლდის ნაპირზეა განთავსებული. ზოგი კი მინითაა გარშემორტყმული და ისეთი მაღალია, რომ ასვლისას თითქმის კანკალებ. ამ ვიდეოში ერთად გადავხედოთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ ლიფტებს. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებ, გთხოვ ერთი ლაიქი და გამოიწერე Arwin Polo TV. ეს ჩვენ კონტენტის შემქმნელებს ძალიან რა გვეხმარება. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 1. ბაილონგის ლიფტი, ჩინეთი. ჩინეთის ერთ ცნობილ მთაზე არის ლიფტი, რომელიც პირდაპირ ძალიან მაღალი კლდის გვერდზეა მიმაგრებული. თუ ქვემოდან შეხედავ, შეუძლებლად გეჩვენება, რომ იქ ლიფტი იყოს. კიდევ უფრო საშიშია, რადგან შენსა და უზარმაზარ უფსკრულს შორის მხოლოდ მინაა. ამას ბაილონგის ლიფტი, ან 100 დრაკონის ლიფტი ეწოდება. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარე ლიფტი. მისი სიმაღლე 300 მეტრზე მეტია. სიამდვილეში ის ეიფელის კოშკზე უფრო მაღალია. მგზავრობის დასაწყისში ეს ჩვეულებრივი ლიფტივით გეჩვენება, რადგან ჯერ კიდევ მთის შიგნით ხარ, ირგვლივ ბნელია და ყველაფერი დახურულია, მაგრამ ცოტა ხანში ხედი უცებ გაიხსნება და სწორედ მაშინ იწყება ნერვიულობა. ერთ წამში დაინახავ უზარმაზარ უფსკრულს და გიგანტურ კლდეებს, რომლებიც თითქოს ღრუბლებში ცურავენ. ამბობენ, რომ ეს ის ადგილიცაა, რომელმაც შთაგონება მისცა ფილმ ავატარში მოცურავე მთების შექმნას. რადგან ხედის გახსნა მოულოდნელად ხდება, ბევრი ტურისტი ხვირის ან მაშინვე ეჭიდება ლიფტის შიგნით. ეს ლიფტი თითქმის 50 ადამიანს იტევს თითო მგზავრობას. ხოლო ადრე მთაზე ასასვლელად თითქმის 2 საათი იყო საჭირო, ეხლა კი ლიფტით ეს მხოლოდ 1 წუთზე მეც გრძელდება. მაგრამ, როდესაც პირველად ააშენეს, ბევრი ადამიანი წინააღმდეგი იყო. ზოგი ამბობდა, რომ შეიძლება მთის ბუნებრივი სილამაზე დაეზიანებინა. დროებითაც კი დახურეს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზეზების გამო, მაგრამ შემოწმებებისა და გადახედვის შემდეგ კვლავ მისცეს მუშაობის უფლება. და დღემდე მილიონობით ტურისტი უკვე აქ ასულა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ სხვა შეგრძნებაა, როცა შუშის ლიფტში ხარ და ხედავ, როგორ შორდება მიწა ქვემოთ. ნომერი 2. აკვადომი, გერმანია. ბერლინში, გერმანიაში იყო ერთი სასტუმრო, სადაც უჩვეულო ლიფტი იყო. მათი ლობის შუაგულში იყო უზარმაზარი აკვარიუმი, სავსე ტროპიკული თევზებით და სხვადასხვა ზღვის არსებებით. რაც უფრო უცნაურია, აკვარიუმის შუაგულში თვითონ ლიფტია განთავსებული. როცა ადამიანები ადიან, ყველა მხრიდან თევზები აკრავს მათ. ლიფტში ყოფნისას თავი ისე გონია, თითქოს ზღვის ქვეშ ხარ. Reutersისა და BBC-ის ცნობით, იმ აკვარიუმში 1,000,000 ლიტრზე მეტი წყალია. ეს ადრე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცილინდრული აკვარიუმი იყო, მაგრამ 2022 წლის დეკემბერში რაღაც გასაოცარი მოხდა. განთიადზე მოულოდნელად გასკდა გიგანტური აკვარიუმი. სულ რამდენიმე წამში უზარმაზარი რაოდენობის წყალი გარეთ გადმოიღვარა. დაიმსხრა სასტუმროს მინა, დაიტბორა ლობი და წყალი ქუჩამდეც კი მივიდა. სასტუმროს სტუმრები გამოიხვიწეს, რადგან ეგონათ მიწისძვრა ან დიდი აფეთქება მოხდა. 2 ადამიანი დაშავდა გაფრენილი ნამსხვრევებისა და დამსხვრეული მინის გამო. მაგრამ სასწაულებრივად შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. ათასობით თევზი კი ვერ გადარჩა. მას შემდეგ რაც აკვარიუმი დაზიანდა. დამომძიებლების თქმით, აკვარიუმის აკრილის მასალა დროთა განმავლობაში შესუსტდა. დღემდე ის აღარ აღდგენილა. და ლიფტი, რომელიც ადრე წყალქვეშა გამოცდილებას გავდა, ეხლა მხოლოდ მოგონებად დარჩა ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ლიფტის კატასტროფაზე მსოფლიოში. ნომერი 3. სცენიკური რკინიგზა, ავსტრალია. ეს ჩვეულებრივი ლიფტი არ არის და არც უბრალოდ მატარებლის მგზავრობა. ავსტრალიის ლურჯი მთებში არის რკინიგზა, რომელიც იმდენად ციცაბოა, რომ ბევრი ტურისტი გრძნობს, თითქოს პირდაპირ მთიდან ძირს ვარდებიან. მას სცენიკური რკინიგზა ქვია. ახალი სამხრეთი უელსის ოფიციალური ტურისტული ინფორმაციის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო სამგზავრო რკინიგზა მთელ მსოფლიოში. როდესაც ის ჯემისონის ველზე ეშვება, მგზავრები თითქმის პირდაპირ ქვემოთ იღურებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეგრეთ წოდებული კლიფჰენგერის რეჟიმზეა დაყენებული, სწორედ აქ იწყება ნერვიულობა. ამ რეჟიმში ვაგონი უფრო მეტად იხრება წინ. ამიტომ წინა რიგებში მყოფი მგზავრები თითქმის პირდაპირ უფსკრულს უყურებენ. ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ ამ დროს გონია, რომ იატაკი ფეხქვეშ გაქრება. ამიტომ ბევრი მგზავრი მაშინვე ეჭიდება სავარდრის სახელურს, როცა მატარებელი ქვემოთ ეშვება. ზოგი მგზავრი კი მთელი მგზავრობის განმავლობაში თვალებს ხუჭავს. კიდევ უფრო საშიშია, რადგან ვაგონის სახურავი მინისაა. როცა ქვემოთ ეშვები, აშკარად ხედავ მაღალ კლდეებს და კლდის კედლებს, რომლებიც თითქმის თავზე გადაგივლის. მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო უცნაურია მისი ისტორია. 1800-იან წლებში ეს ტურისტებისთვის არაუშენებიათ. ეს აშენდა ქვანახშირის მაღაროელებისთვის, რომლებიც მაშინ მთის ქვეშ მუშაობდნენ.
მხოლოდ ღია ვაგონებს იყენებდნენ, როცა მკვეთრად დახილ გზაზე ქვევით ჩადიოდნენ ქვანახშირის მოსაპოვებლად. და ადგილობრივი ისტორიული ცნობების მიხედვით, მაშინ რკინიგზა ძალიან დახრილი იყო. ამიტომ ხანდახან ვაგონები თითქმის უკონტროლოდ სრიალებდნენ ქვევით. ამის გამო ზოგი მაღაროელი მას მაშინ მთის ეშმაკს ეძახდა. შემდეგში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ადგილი ტურისტულ ატრაქციონად გადააქციეს და რამდენჯერმე გაარემონტეს და უფრო უსაფრთხო გახადეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ეს მოდერნიზებულია, შიში მაინც არ ქრება, როცა გრძნობ როგორ ეშვება ვაგონი ქვევით და წინ მხოლოდ უფსკრულია. და გასაკვირია, მაგრამ ყოველწლიურად 100,000 ტურისტი მაინც თვითონ ირჩევს ყველაზე საშიშ რეჟიმს. ნომერი 4 Gateway Arches ტრამვაი, შეერთებული შტატები. სენტ-ლუისში, მისურიში არის ერთი გიგანტური თაღი, რომელიც ამერიკაში ძალიან ცნობილია. მას Gateway Arch ქვია. ეროვნული პარკების სამსახურის მიხედვით, ეს არის ყველაზე მაღალი მონუმენტი შეერთებულ შტატებში. მაგრამ იმისათვის, რომ მიაღწიო ყველაზე მაღალ საყურებელ ადგილს, უნდა ჩაჯდე ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო და ყველაზე უცნაურ ლიფტ სისტემაში მსოფლიოში. აქ ჩვეულებრივი ლიფტი არ გამოიყენება, ამის ნაცვლად შენ ჩაჯდები პატარა კაფსულაში, სადაც თითქმის მხოლოდ 5 ადამიანი ეტევა. როცა შიგნით ხარ, თავს ისე გრძნობ, თითქოს პატარა სარეცხ მანქანაში ან წყალქვეშა ნავის კაფსულაში იყო. ჩერი დაბალია, ირგვლივ ვიწროა და მგზავრები თითქმის ერთმანეთზე არიან მიკრული. როდესაც ტრამვაი არქის შიგნით ადის, კაფსულები ულებით რეალებს და იხრება, რომ სტრუქტურის მრუცს გახვეს. ამიტომ ბევრი პირველად მოსული სტუმარი ნერვიულობს, როცა ისმენს მექანიზმების ჯაჭვების და ძრავების ხმას რკინის სტრუქტურის შიგნით. ვინც კლაუსტროფობია ან ვიწრო ადგილების შიში აქვს, მათთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე არაკომფორტული ლიფტით მგზავრობაა, რაც შეიძლება გამოცადონ. და რაც უფრო მეტად ნერვიულობ, როცა ადიხარ, იცი რომ ვიწრო ფოლადის სტრუქტურაში ხარ, რომელიც ასობით ფუტის სიმაღლეზეა მიწიდან. Gateway Arches ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღემდე გამოიყენება ტრანსპორტის სისტემა, რომელიც პირველად 1960-იან წლებში გაიხსნა. და მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი ასულა ამ ტრანსპორტით მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ბევრი მაინც ამბობს, რომ უფრო საშიშია ზევით ასულა, ვიდრე თავად ხედი მწვერვალიდან. ნომერი 5. Falkirkis ბორბალი, შოტლანდია. თუ გონია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანებისთვის განკუთვნილი ლიფტებია, შოტლანდიაში არსებობს ლიფტი, რომელიც პირდაპირ გემებისთვისაა. მას Falkirkis ბორბალი ეწოდება. ეს არის გიგანტური მბრუნავი ლიფტი გემებისთვის, რომელიც შოტლანდიაში ორ არხს აერთებს. ჩვეულებრივი საკეტის სისტემის ნაცვლად, მთელი ნავი წყლით ერთად ბრუნავს სევით. და დიახ, როცა ტურისტები ნავში სხედან, ისინი ნელ-ნელა მაღლა იცევიან ჰაერში, როცა მთელი კონსტრუქცია ბრუნავს. ეს გავს გიგანტურ ბორბალს, მაგრამ აქ ნავი ზის. პროექტის ოფიციალური საინჟინრო ინფორმაციის მიხედვით, მისი აწევის სიმაღლე თითქმის 25 მეტრს აღწევს. და მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქცია ძალიან მძიმეა, მისი მოძრაობა გასაოცრად გლუვია. როდესაც ტრიალებს წყლის გონდოლები მუდმივად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში რჩება. ამიტომ წყალი შიგნით თითქმის არ ირხევა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურია, მაინც განსხვავებული შეგრძნებაა, როცა იცი, რომ ჰაერში დაკიდებულ ნავში ზიხარ. როდესაც შენს გარშემო ნელა ტრიალებს გიგანტური მეტალის კონსტრუქცია. როცა ეს პირველად გახსნეს 2000-იანების დასაწყისში, ბევრი ინჟინერი გაუცებული იყო მისი უჩვეულო დიზაინით. და დღემდე ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ სატრანსპორტო სისტემად მთელ მსოფლიოში. ეს შეიძლება არ იყოს ყველაზე საშიში ამ სიაში, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა. ნომერი 6 ჰამით ჰამეჩვანდის ლიფტი, შვეიცარია. შვეიცარიაში არის ერთი ლიფტი, რომელიც თითქოს პირდაპირ ზეცაში აგიყვანს. ის მიმაგრებულია ძალიან მაღალი კლდის ნაპირზე, ლუცერნის ტბასთან ახლოს და როცა შიგნით ხარ, თითქმის მხოლოდ ჰაერსა და უფსკრულს ხედავ, როცა მაღლა ადიხარ. ამას ქვია ჰამით ჰამეჩვანდის ლიფტი. შვეიცარიის ოფიციალური ტურისტული ინფორმაციის მიხედვით, ეს არის ყველაზე მაღალი გარე ლიფტი ევროპაში. მისი პირდაპირი აღმასვლის სიმაღლე 150 მეტრზე მეტია. მაგრამ რაც უფრო შემაძრწუნებელია, ის არ არის დახურული, როგორც ჩვეულებრივი შენობის ლიფტი. ის პირდაპირ ღია კლდის ნაპირზეა. როცა ადიხარ, გრძნობ ქარს გარშემო და აშკარად ხედავ ძალიან ღრმა ტბას ქვემოთ. როცა ქარია, მგზავრები ზოგჯერ გრძნობენ, რომ ლიფტი ოდნავ ირხევა. სწორედ მაშინ ეჭიდებიან ადამიანები კიდევ უფრო ძლიერად მოაჯირებს. კიდევ უფრო გასაოცარია, როცა იგებ, რომ ის პირველად აშენდა 1900-იანი წლების დასაწყისში. ეს ნიშნავს, რომ უკვე 100 წელზე მეტია, რაც მას იყენებენ. რა თქმა უნდა, ის ამდენჯერმე შეკეთდა და განაახლეს, რომ უფრო თანამედროვე და უსაფრთხო ყოფილიყო, მაგრამ მაინც ბევრი ნერვიულობს, როცა ფიქრობს, რომ კლდის ნაპირზე ადის 100 წევი ლიფტით, რომელსაც 100 წელზე მეტი ისტორია აქვს. გზავრობის ბოლო ნაწილში მოულოდნელად ქვა ქრება. გვერდზე რომ გაიხედავ, მხოლოდ ღია ჰაერია გარშემო.
ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ჰაერში ხარ ჩამოკიდებული. და როცა ზემოთ ახვალ დაინახავ ალპებისა და ლუცერნის ტბის ულამაზეს ხედს, ძალიან ლამაზ ხედია, მაგრამ ზოგისთვის შიში მაინც უფრო ძლიერია ვიდრე აღფრთოვანება. ნომერი 7. ლუქსორის ინკლინატორი, ლას-ვეგასი. როცა ლიფტზე ფიქრობთ, ავტომატურად ზემოთ ან ქვემოთ მოძრაობა გვახსენდება, მაგრამ ლას-ვეგასში ერთ-ერთ სასტუმროში ლიფტი ირიბად მოძრაობს. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბევრი პირველად მოსული სტუმარი თავს უხერხულად გრძნობს აქ. ლუქსორის სასტუმრო უზარმაზარი პირამიდის ფორმისა. რადგან შენობის კედლები ირიბადაა, ჩვეულებრივი ვერტიკალური ლიფტის გამოყენება შეუძლებელია. ამიტომ მათ შექმნეს ეგრეთ წოდებული ინკლინატორი. ეს არის ლიფტი, რომელიც პირამიდის გვერდებზე დიაგონალურად მოძრაობს. თავიდან თითქოს მარტივი რამ ჩანს, მაგრამ როცა შიგნით ხარ, უჩვეულო შეგრძნებაა. როცა ადიხარ, გრძნობ, რომ მოძრაობა არ არის ნორმალური. თითქოს სხეულის ბალანსში რაღაც არასწორია. ჩვენი ტვინი მიჩვეულია, რომ ლიფტი პირდაპირ ზევით ადის. მაგრამ აქ ლიფტი დიაგონალურად ადის. როცა ხედავ სასტუმროს შუაში უზარმაზარ ღია სივრცეს. და რადგან პირამიდის შიგნით ღია ცარიელი სივრცეა, ატრიუმი ქვემოთ ძალიან ფართოა. როცა მაღლა ადიხარ, თითქოს ჰაერში კიდიხარ, ქვემოთ კი უზარმაზარი უფსკრულია. ზოგი ტურისტი მაშინო კედელს ეჭიდება, რადგან გრძნობს, რომ შეიძლება დაუცურდეს. სასტუმროს ინფორმაციის მიხედვით, ეს სისტემა გამოიყენება ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ლიფტად ითვლება ლას-ვეგასში. ეს საშიში არ არის, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შეგრძნება. ნომერი 8. სანტა ჟუსტას ლიფტი, პორტუგალია. ლისაბონის, პორტუგალიის ვიწრო ქუჩებში არის ერთი ძველი ლიფტის კოშკი, რომელიც თითქოს პირდაპირ მე-19 საუკუნიდან მოსული. მას სანტა ჟუსტას ლიფტი ქვია. ეს ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და დღემდე გამოიყენება. პირველ შეხედვაზე ეს უბრალოდ ლამაზი ძველი ნაგებობა გეგონება. მაგრამ როცა ზემოთ ახვალ, მაშინ იგრძნობ, რამდენად შემაშფოთებელია ის. ის დამზადებულია ფოლადისგან და პირველად გაიხსნა 1900-იანი წლების დასაწყისში. ადგილობრივი ტურიზმის ჩანაწერების მიხედვით, ეს ერთ-ერთი ბოლო ძველი ვერტიკალური ლიფტია ქალაქში. როცა ხის კაბინა მაღლა ადის, გესმის ძველი მექანიზმისა და გარშემო ფოლადის ხმა. არის ჭრიალი, მექანიზმების ზუზუნი. და რადგან კოშკი ღია, ქვემოთ ქუჩას აშკარად ხედავ, როცა ადიხარ. ზედა სადამკვირვებლო სივრცეში ბევრი ტურისტი აღფრთოვანებულია ლისაბონის ხედით. მაგრამ სხვებისთვის უფრო ფიქრობენ იმაზე, რამდენად ძველია ის ნაგებობა, რომელზეც დგანან. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე საუკუნეზე მეტია გამოიყენება, მისი მუშაობა დღემდე გრძელდება. ნომერი 9. პატერნოსტერის ლიფტი, ევროპაში. ეს ალბათ ყველაზე განსხვავებული ლიფტია მთელ სიაში, რადგან მას არ აქვს კარი, არც ღილაკები. და რაც გთავარია, ის არასდროს ჩერდება. პატერნოსტერის ლიფტი თითქოს უწყვეტია. ეს არის უწყვეტად მოძრავი ჯაჭვი, პატარა კაბინებით, როცა ის მოძრაობს, უნდა ჩაჯდე მაშინ, როცა მოძრაობაშია. და ასევე უნდა ჩამოხვიდე მაშინაც, როცა ის ჯერ კიდევ მოძრაობს. თუ ვერ ჩამოხვალ სწორ სართულზე, უბრალოდ გააგრძელებ მოძრაობას ზევით და ქვევით სისტემასთან ერთად. როგორც კონვეიერის ლენტი, მაგრამ ეს ლიფტია. ევროპაში არსებული ანგარიშების მიხედვით, მას უფრო მაღალი ავარიის რისკი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ლიფტებს. ამიტომ ახალი პატერნოსტერის სისტემების უმეტესობა 1990-დან წლიდან აკრძალული. მაგრამ დღემდე ჯერ კიდევ მუშაობს რამდენიმე გერმანიაში, ჩეხეთში და ევროპის სხვა ნაწილებში. ყველაზე საშიში ის არის, რომ ეს ძველი მანქანა სკავს, რომელსაც არ აინტერესებს მზად ხარ თუ არა, შესვლაც და ჩამოსვლაც ზუსტად დროზე უნდა მოახერხო, თუ შეცდები შეიძლება წაიქცე ან გაჭედო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მაინც ყოველდღიურად იყენებს მას, ისე თითქოს ეს ჩვეულებრივი რამ იყოს. და პირველი ვიზიტორისთვის ეს ერთ-ერთი ისეთი ლიფტის გამოცდილებაა, რომელსაც ასე მარტივად ვერ დაივიწყებენ. ნომერი 10. Skyview, შვედეთი. სტოკჰოლმში, შვედეთში, არის ერთი გიგანტური თეთრი შენობა, რომელიც შუა ქალაქში დადებულ უზარმაზარ ბურთს გავს. ამას დღეს ავიჩის არენა ეწოდება, ადრე კი ერიქსონის გლობათი, ოცნობილი. ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახევარსფერული შენობაა მსოფლიოში. მაგრამ რაც უფრო უცნაურია, არის მინის გონდოლა, რომელიც პირდაპირ ამ ბურთის ფორმის შენობის გარეთ მოძრაობს. როგორც ჩანს, ორი გამჭვირვალე კაფსულა ნელ-ნელა ადის გიგანტური სფეროს გვერდით. სწორედ აქ იწყება ნერვიულობა ზოგი ტურისტისთვის. როდესაც გონდოლა ადის, მისი მოძრაობა პირდაპირ არ არის, არამედ მრუდეა. თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად ჩანს, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო მკვეთრი ხდება გონდოლის კუთხე, სანამ არ იგრძნობ თითქოს უზარმაზარი ბურთის კიდეზე ხარ ჩამოკიდებული. და რადგან ირგვლივ ყველაფერი მინაა, ქვემოდან სიმაღლე ძალიან კარგად ჩანს,
სტოკჰოლმის ტურიზმის ინფორმაციის მიხედვით, მთელი მგზავრობა თითქმის 20 წუთს გრძელდება. წელიწადში აქ დაახლოებით 100,000 ვიზიტორი ადის. ეს არ არის სახიფათო, სისტემა სრულად დახურული და თანამედროვეა, მაგრამ ბევრი ტურისტის თქმით მართლაც უშუალო შეგრძნებაა, როცა გიგანტური შენობის მრუდე ზედაპირზე მოძრაობ. თითქოს სხეულის ბალანსი გერევა, როცა მაღლა ადიხარ. ზოგი მთელი მგზავრობის განმავლობაში ქვემოთ არც კი იყურება და როცა მწვერვალზე ხარ შეგიძლია იხილოს სტოკჰოლმისა და მის გარშემო კუნძულების ულამაზესი ხედი, მართლაც მშვენიერი ხედი. მაგრამ ეს მხოლოდ ზოგიერთი ადამიანისთვისაა. ზოგისთვის ერთი მგზავრობაც საკმარისია, რომ აღარ გაიმეოროს. ნომერი 11. იმპონენგის მაღაროს ლიფტი, სამხრეთი. თუ ამ სიაში სხვა ლიფტები მაღალ ადგილებში ადიან, ეს კი პირდაპირ მიწის ქვეშ ჩადის. და ეს უბრალოდ მიწის ქვეშ კი არ ჩადის, არამედ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ოქროს მაღაროში მთელ მსოფლიოში. სამხრეთ აფრიკაში მდებარე შთამბეჭდავი ოქროს მაღარო თითქმის 4 კილომეტრით ჩადის დედამიწის სიღრმეში. როგორც სამთო მრეწველობის ანგარიშები და საერთაშორისო წყაროები იუწყებიან. იქ მისასვლელად მაღაროელებს უზარმაზარ ფოლადის კალიის ლიფტში უნდა ჩასხდნენ. და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ლიფტის მგზავრობაა, რაც ადამიანს შეიძლება გამოუცდია. კალიაში ხალხი ერთმანეთზეა მიჭედილი, როცა ის სწრაფად ეშვება ბნელ ვერტიკალურ შახტში. არანაირი ხედი. გარეთ არ არის სინათლე, მხოლოდ ფოლადი, მანქანის ხმაური და სრული სიბნელი. ლიფტის პირველივე დაშვებისას ის ერთდროულად 2000 მეტრზე მეტს ეშვება. სულ რამდენიმე წუთში. დაშვებისას მგზავრები ყურში წნევას გრძნობენ და მოულოდნელად მუცელში სიმძიმეს დაშვების სისწრაფის გამო. და ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. პირველი შახტის ბოლოში ჩასვლის შემდეგ მეშახტეები სხვა ლიფტებში და მიწისქვეშა ტრანსპორტში გადადიან, რათა მიაღწიონ მაღაროს კიდევ უფრო ღრმა ნაწილებს. ყველაზე ქვედა ნაწილში გარშემო ქვა ძალიან ცხელია ადგილის სიღრმის გამო. სამთო ანგარიშების მიხედვით ტემპერატურა შეიძლება ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. ამიტომ ისინი იყენებენ გაგრილების სისტემებს, რათა გვირაბებში გაძლება შესაძლებელი იყოს. და მაღაროს სიღრმის გამო იქ ნორმალურია მცირე სეისმური მოვლენები, ანუ მიწისძვრები. 2020 წელს ანგარიშების მიხედვით რამდენიმე მაღაროელი დაიღუპა, მას შემდეგ რაც მაღაროში მიწისქვეშა სეისმური შემთხვევა მოხდა. ამიტომ აქ მომუშავეებისთვის ყოველდღე მხოლოდ სიცხე და სივიწროვე არ არის მათი მტერი. არამედ ის საფრთხეც, რომელსაც თავად დედამიწის ქვეშ ყოფნა მოაქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მაღაროელი უკვე მიჩვეულია ამ ლიფტს, ბევრი ჟურნალისტი და პირველად მოსული სტუმარი ჯერ კიდევ არა. ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მგზავრობაა, რაც კი ოდესმე გამოუცდიათ. რადგან როცა ჩადიხარ ამ უკიდურესად ღრმა ორმოში, სადაც თითქმის უსასრულო სიბნელეა, მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს თავში. თუ იმ ლიფტს რამე დაემართება, გაქცევის სხვა გვაგზა აღარ გექნება. ნომერი 12. სტრეპიტიო ბოუტ ლიფტი. ბელგიაში არის ლიფტი, სადაც მთავარი მგზავრები, ადამიანები კი არა, სხვა რამეა, ეს ლიფტი ნავებს ატარებს. მას სტრეპიტიო ბოუტ ლიფტი ქვია. ვალონიის ოფიციალური ტურისტული ინფორმაციის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავების ლიფტია ევროპაში. იდეა მარტივია. როდესაც ბარჟას ან დიდ არხის ნავს სჭირდება დაბალი არხიდან მაღალ არხზე ასვლა, მას აღარ უწევს მრავალი ძველი შლუზის გავლა. ამის ნაცვლად ნავი შედის უზარმაზარ წყლის აუზში. შემდეგ კარს დახურავენ. და მთელი აუზი წყლითა და ნავით ერთად ნელა აიწევა ზემოთ. როგორც ლიფტი. მაგრამ აქ მგზავრობს მთელი ნავი, მისი აწევის სიმაღლე 70 მეტრზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ როცა ტურისტულ ნავში ხარ, იგრძნობ როგორ შორდება მიწა ნევნალა ქვემოთ. ეს პროცესი არც სწრაფია და არც არეური. მაგრამ მაინც ნერვიულობ, როცა ფიქრობ, რომ ნავში ზიხარ, რომელიც წყალშია და ამ წყალს უზარმაზარი მანქანა ჰაერში წევს. ადრე პროცესი მოითხოვდა უამრავი ძველი საკეტის გავლას, მაგრამ ამ თანამედროვე ნავების ამცემ ყველაფერი დააჩქარა. ინჟინრებისთვის კი მისი დიზაინი მართლაც შესანიშნავია. მაგრამ თეულებრივი მგზავრისთვის ეს სულ სხვა ამბავია. როდესაც გვერდზე იყურები და ხედავ, რომ არხის ზემოთ ძალიან მაღლა ხარ, ძნელია არ დაფიქრდე, რამდენად დიდ ნდობას ანიჭებ რკინას, კაბელებს, ბეტონს და ინჟინერიას. ნომერი 13. ბურჯ ხალიფას ლიფტები, დუბაი. თუ სიმაღლეზე ვისაუბრებ, დუბაის ბურჯ ხალიფას დამარცხება რთულია. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ეს არის ყველაზე მაღალი შენობა მთელ მსოფლიოში, მისი სიმაღლე 800 მეტრზე მეტია და რადგანაც ესეთი მაღალია, აქ ჩვეულებრივი ლიფტი არ არის საკმარისი. საჭიროა ისეთი ლიფტი, რომელიც ძალიან სწრაფია, ძალიან რბილად მოძრაობს და შეუძლია ადამიანი ძალიან მაღალ სართულზე მოკლე დროში აიყვანოს. ბურჯ ხალიფაში ლიფტი, რომელიც დაკურების პლატფორმაზე მიდის, ძალიან სწრაფად ადის. სულ რაღაც 1 წუთში შენ უკვე შენობის ძალიან მაღალ ნაწილში ხარ.
ხშირად მგზავრები გრძნობენ წნევას ყურებში ასვლისას, როგორც მაშინ, როცა თვითმფრინავი სწრაფად ადის მაღლა. ეს საშიში არ არის. სისტემა ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს, მაგრამ მაინც განსხვავებული შეგრძნებაა, როცა იცი, რომ იმყოფები ლიფტში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაში ადის. და კიდე ერთი რამ, რაზეც ტურისტები ყოველთვის არ ფიქრობენ, ძალიან მაღალი შენობები ოდნავ იხევა, როცა ძლიერი ქარია. ეს ინჟინერიაში ნორმალურია. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა უსაფრთხო არ არის. აუცილებელია, რომ ოდნავ ირხეოდეს, რათა ქარის წნევას გაუძლოს. მაგრამ თუ შენ ხარ ზევით და იცი, რომ მთელი სტრუქტურა ოდნავ ირხევა, მერვიულობა ნამდვილად სულ სხვანაირია. როცა ამინდი ნათელია, ზევიდან ხედები საოცარია. შეგიძლია დაინახო დუბაი, ზღვა და შორიდან უდაბნო. მაგრამ როცა ქვიშის ქარიშხალია ან ყველაფერი მთვრიანია, შეიძლება თითქმის ვერაფერი დაინახო. და სწორედ მაშინ იგრძნობ, რომ რამდენად თანამედროვე ლიფტიც არ უნდა იყოს. მაინც ძალიან მაღალ კოშკში ხარ, რომელიც უდაბნოს შუაგულში დგას. ნომერი 14. ერორის კოშკი. ეს კი ნამდვილი ლიფტი არ არის. ეს არის თემატური პარკის ატრაქციონი. მაგრამ ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ადამიანმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში იდეა იგრძნოს. რა მოხდება თუ ლიფტი, რომელშიც იხარ, უცებ ჩამოვარდება. ტერორის კოშკი რამდენიმე დისნეის პარკში. მთელი ატრაქციონი გავს ძველ სასტუმროს ლიფტს, რომელსაც უცებ პრობლემა შეექმნა. შენ ჩაჯდები ლიფტის სტილის კაბინაში. ის ნელა აიწევს, ირგვლივ ბნელა, ჟღერს სპეციალური ხმები. განათება უცებ ქრება. და მიუხედავად იმისა, რომ იცი რაღაც მოხდება, ზუსტად არ იცი როდის ჩამოვარდება. სწორედ აქედან მოდის შიში. არა მხოლოდ თვითონ ჩამოვარდნაზე, არამედ მოლოდინზე. ზოგიერთ ვერსიაში ატრაქციონის, ასვლის და ჩამოვარდნის სქემა განსხვავებულია. ამიტომ თუნდაც ადრე კონდეს ნამგზავრი, მაინც ვერ გამოიცნობ დროს. ზოგჯერ ჯერ მაღლა აიწევს, ზოგჯერ გაჩერდება, მერე უცებ ჩამოვარდება. და იმ მომენტში იგრძნობ, როგორ ეწევა შენი სხეული სკამიდან. იმიტომ რომ ჩამოვარდნა ძალიან ძლიერია, შენი ტვინი იცის, რომ ეს უსაფრთხო ატრაქციონია, იცი, რომ ეს უბრალოდ თემატური პარკია, მაგრამ როცა ლიფტის კარი დაიხურება და სიბნელეში ასვლა დაიწყება, შენი სხეული სულ სხვას გეუბნება. ნომერი 15. მულტილიფტი. გერმანიაში არსებობს ლანიაში არსებობს ლიფტის კონცეფცია, რომელიც თითქოს მომავალიდანაა. მას ეწოდება მულტი, რომელიც TK ელევატორმა შეიმუშავა. და რაც განსაკუთრებულია, მას არ აქვს ტრადიციული კაბელი. ჩვეულებრივ ლიფტში კაბელი ქაჩავს კაბინას ზევით და ქვევით. მაგრამ მულტიში ის იყენებს მაგნიტურ ტექნოლოგიას. ეს იდეა გავს იმას, რასაც მაგლევ მატარებლებში იყენებენ. რადგან კაბელი არ აქვს, მას შეუძლია არა მხოლოდ ზევით და ქვევით მოძრაობა, ასევე შეუძლია გვერდულად მოძრაობაც. ეს ნიშნავს, რომ ლიფტის კაბინა შეიძლება ავიდეს ზევით, გადავიდეს გვერდზე, შემდეგ ისევ ავიდეს სხვა სართულზე. ეს გავს მატარებელს შელობის შიგნით. TK ელევატორის თქმით, ეს სისტემა გამოცდილია მათ სატესტო კოშკში, როტვაილში, გერმანიაში, რომელიც შექმნილია მოწინავე ლიფტის ტექნოლოგიისთვის. ინჟინრებისთვის ეს დიდი მიღწევა, რადგან მომავალში შეიძლება უფრო მეტი ლიფტის კაბინა იმოძრავოს ნაკლებ სართულზე. ეს დაზოგავს სივრცეს მაღალ შენობებში. და ცათამბჯენების დიზაინი უფრო მოქნილი გახდება. მაგრამ ჩვეულებრივი მგზავრისთვის ეს ნამდვილად უჩვეულო შეგრძნება იქნება. რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ლიფტი მხოლოდ ზევით და ქვევით მოძრაობს. ეს არის ნორმალური. მაგრამ აქ შენ ხარ მეტალის კაბინაში, ტრადიციული კაბელის გარეშე და უცებ ის გვერდულად იწყებს მოძრაობას. არა იმიტომ, რომ გაფუჭებულია, არამედ იმიტომ, რომ ასეა დაპროექტებული. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაზე განსხვავებული ლიფტია სიაში. ის არ არის საშიში, იმიტომ რომ ძველია. ის არ არის საშიში, იმიტომ რომ სახიფათოდ გამოიყურება. ის საშიშია, იმიტომ რომ თითქოს არ ღვევს იმას, რასაც ლიფტის ნორმალურ მოძრაობად მივიჩნევთ. ბევრი წლის განმავლობაში ლიფტი უბრალოდ ხუთი იყო, რომელიც ზევით და ქვევით მოძრაობდა. მაგრამ ამ ტექნოლოგიით შეიძლება მთლიანად შეგვეცვალოს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები მაღალ შენობებში. და შეიძლება ერთ დღეს ლიფტი, რომელიც ადრე მხოლოდ ზევით მოძრაობდა, გადაიქცეს პატარა მატარებლად, რომელიც ცათამბჯენის შიგნით გადაადგილდება.